გამარჯობა, მოგესალმებით. ამ ვიდეოში ვისაუბრებ ლეგენდარულეს თამაშზე God of War-ზე და სერიალზე, რომელსაც Amazon Prime მიიღებს ამ თამაშის მიხედვით. თქვენ მანამდე არ დაგავიწყებთ, რომ გამოიზეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო და დატოვოთ კომენტარი. მოდი თამაშის მთავარი პერსონაჟით დავიწყოთ, კრატოსი, რომლის გარშემოც მთელი მითოლოგიური სამყარო და ისტორია ვითარდება, ასე ვთქვათ. პირველ სამ ძირითად თამაშში კრატოსი ომის ღმერთი ხდება და მერე შურის ძიებით შეპყრობილი დადევს ამ ოლიმპოს ღმერთებს მოსაკლავად. იმიტომ დადევს, რომ ერთი პირობა, რომელიც ღმერთთან დადო, იმის მიხედვით ერთ-ერთი სოფელი უნდა გაენადგურებინა, ასე ვთქვათ. და ამ სოფელში მისი ოჯახიც იყო, ოღონდ არ იცოდა ეს. ცოლშვილი ყავდა იქ და ამ განადგურებას შეეწირა ეს ცოლშვილი. ამის შემდეგ კრატოსმა გადაწყვიტა, რომ შური ეძია ღმერთებზე. ჩემი აზრით ძალიან საინტერესო ისტორია აქვს ამ პერსონაჟის პირველ ტრილოგიაში, მაგრამ რახან ადრეული ეპოქის თამაში იყო, უმეტესი აქცენტი მაინც გეიმპლეიზე იყო გაკეთებული და შესაბამისად ეტყობა იმ დროის კამერის მოძრაობები, მექანიკა და ასე შემდეგ. ახალ ნაწილებს რაც შეეხება, რადიკალურად განსხვავებული გეიმპლეი და მექანიკა აქვს და უდიდესი ცვლილება რაც არ ეკიდე, სიუჟეტი უფრო მეტად არის წარმოჩენილი, ასე ვთქვათ, უფრო ახლოდან და უკეთესად ვიცნობთ კრატოსის პერსონაჟს, იმიტომ რომ უფრო მეტი ყურადღება სიუჟეტზე არის გამახვილებული. რა თქმა უნდა, გეიმპლეიც ძალიან მაგარი აქვს, მაგრამ ისეთი მწირი არ არის სიუჟეტი, როგორც წინა ნაწილებში იყო. God of War 4 და 5-ით არის ერთი დიდი ისტორია მოყოლილი და ამასთან ერთად აი უდახვეწილესი გეიმპლეი აქვს. ჩემი აზრით ეს თამაშები უნდა ითამაშოთ, იმიტომ რომ YouTube-ზე ყურებით იმ ხელა სიამოვნებას ვერ მიიღებთ, რასაც თამაშის დროს. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ახლა სიუჟეტს უყუროთ, მაგრამ მაგ გეიმპლეი რო შეიგრძნოთ კარგად, როგორც ფაითინგი, ასევე გამოკვლევა. თქვენ როდესაც გადიხართ, შეიძლება ისეთი ადგილები იპოვოთ, ან გამოიკლიოთ, ან ისეთ მითოლოგიურ არსებებს შეხვდეთ, ან სხვა გზით წახვიდეთ საერთოდ, რასაც შეიძლება იმ ვიდეოში არ აკეთებდეს ის კონკრეტული პიროვნება, რომელიც იღებს, ან შეიძლება საერთოდ არც იყოს YouTube-ზე. მოდი სიუჟეტზე გავამახვილოთ ყურადღება, რახან სერიალზეც უნდა ვისაუბროთ და მაინც უმთავრესი სიუჟეტური ნაწილი არის ვიდრე გეიმპლეი. როდესაც კრატოსი საბერძნეთში მორჩება ღმერთების ხოცვა-ჟლეტას, მერე ჩრდილოეთში მოდის. რა თქმა უნდა, ამ მათ შორის დიდი პერიოდი გადის, რომელიც მაინც ზუსტად არ ვიცით რამდენი, მაგრამ როდესაც ჩრდილოეთში მოდის კრატოსი, ახალი სახლი აქვს, ახალი ოჯახი ყავს და ახალი ჩასახოცი ღმერთებიც ყავს, რა თქმა უნდა. ჩრდილოეთის მითოლოგია, რა თქმა უნდა, ახლა მეოთხე ნაწილით იწყება და მთავარი დიდი მისია არის, რომ კრატოსმა თავისი გარდაცვლილი მეუღლის ფერფლი მიმოაბნიოს 9 სამყაროში უმაღლეს წერტილზე, რომელიც იოტუნჰეიმში არის, მაგრამ აქ ახლა ღმერთები, რისი ღმერთები არიან, რო არ შემოგვეტენონ გზაში. როგორც ვიცით, ჩრდილოეთის მითოლოგიის მთავარი ღმერთები არიან ოდინის ოჯახის წევრები, ასე ვთქვათ. და ამ პირველ თამაშში ვეჩეხავებით ბალდურს და ასევე თორის შვილებს მაგნეს და მოდის. მაგრამ მთავარი ანტაგონისტი მაინც ბალდური არის და თამაშის დასაწყისშივე მოგვაკითხავს და მერე მთელი ისტორია ამაზე ვითარდება. რატომ მოგვაკითხავს ახლა რისთვის ამას თანდათანობით ვიგებთ მერე მთელი სიუჟეტის მსვლელობის დროს. გარდა ამისა, სხვა პერსონაჟებსაც ვხვდებით, ასე ვთქვათ, რომელიც ჩვენ მხარეს არიან. მაგალითად, ესეთი არის მიმირი, რომელიც არის ყველაზე ჭკვიანი ადამიანი მთელ 9 სამყაროში. ასევე ვხვდებით ფრეიას, რომელიც მერე ირკვევა, რომ ოდინის ყოფილი ცოლი არის და ასევე ვხვდებით ჭედელ ჯუჯებს, რომელიც თამაშის დროს ჩვენ აბჯარს გვიუმჯობესებს, ასე ვთქვათ, და ახალსაც გვიმზადებს. რაც შეეხება კიდე უამრავ არსებას ვხვდებით, მაგალითად, ყველაზე დიდი და მასშტაბური არის სამყაროს გველი, რომლის სახელიც არ მინდა რომ თქვენ, იმიტომ რომ არ მინდა ენადამებას, ძალიან გრძელი უშნო სახელია და ასევე ვხვდებით ამ გიგანტურ კუს, რომელშიც ფრეია ცხოვრობს, რომელსაც არ მახსოვს რა ქვია. ეხლა მეხუთე თამაშზე რო გადავიდეთ, აქ უკვე ოდინის ოჯახის მეორე ნახევარი შემოდის, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, თორი შემოდის, თვითონ ოდინი და ასევე ჰაიმდალი შემოდის. რა თქმა უნდა, ამ ნაწილში უფრო მრავალფეროვანი არის ყველაფერი, იმიტომ რომ 9 სამყარო იხსნება 9-ვე, ასე ვთქვათ, და უფრო მეტი ტერიტორია გვაქვს გამოსაკვლევად, მეინ მისიებიც უფრო ფართოა და უფრო სხვადასხვა ნაწილებში მივდივართ. მეოთხე თამაში მაინც შეზღუდული ხარ, იმიტომ რომ ყველაფერი გახსნილი არ არის და ამ თამაშის მთავარი იდეა არის, ასე ვთქვათ, რაგნაროკი, რომელიც დასახელებაშიც აქვს. რაგნაროკი ნიშნავს ყველაფრის დასასრულს და ეხლა მთელი სიუჟეტი იმაზე არის, რომ რაგნაროკი ავიცილოთ თავიდან, მაგრამ ეხლა ვის როგორ აწყობს ეს რაგნაროკი მოხდეს თუ არა, ამას კიდე თამაშის ბოლოსკენ ვარკვევ. კაი, ეხლა ასე თუ ისე ვიცით ჩრდილოეთის მითოლოგიაში რა ხდება თამაშის მიხედვით და მოდი სერიალზე გადავიდეთ ეხლა, რომელსაც იღებს
Amazon Prime-ი და რაც ვიცით ამ სერიალზე არის სამი რაღაცა. პირველი რაც ვიცით ის არის, რომ ჩრდილოეთის მითოლოგიაზე გადაიღებენ. მეორე რაც ვიცით ის არის, რომ კასტის წევრები გამოაცხადეს ბოლომდე არა, მაგალითად არ ვიცით ბალდურის მსახიობი ვინ იქნება და მესამე რაც ვიცით არის, რომ ორი სეზონი არის დამტკიცებული. ანუ სავარაუდოდ იქნება, რომ პირველი სეზონი მეოთხე თამაშზე იქნება, მეორე სეზონი რაგნაროქზე იქნება. თუ მე არ გაავრცელეს კიდიან რაღაცა არ ვიცი. მოდი პირველივეთი დავიწყოთ ჩრდილოეთის მითოლოგია რატო აირჩიეს ახლა. ჩემი აზრით საბერძნეთიდან უნდა დაიწყოთ, იმიტომ რომ პერსონაჟი მანდ ყალიბდება, მანდ იწყებს ასე ვთქვათ და რადგან ადრეული თამაშები არის და სიუჟეტზე იმდენად დიდი ყურადღება არ იყო გამახვილებული როგორც გეიმპლეიზე, უფრო მეტი მოხდნილობის საშუალებას იძლეოდა, იმიტომ რომ შეიძლება უფრო განავრცო ასე ვთქვათ, რაც იმ თამაშმა დააკლო ან რაღაცა, მაგრამ ჩრდილოეთის მითოლოგია გადაწყვიტეს ეგრევე კაპიტანი ამერიკა რო ავიღოთ მაგალითად და მაგაზე რო არ ვიცოდეთ, აი მეორე მსოფლიო ომის დროს რო ჩამოყალიბდა ეგ პერსონაჟი, რა გამოიარა, რატო გახდა სუპერ ჯარისკაცი, რა დამსახურება აქვს, ეგენი რო არ ვიცოდეთ და ეგრევე ჩაეგდო ჩურისმაძიებლების ფილმში ყოველგვარი ბექსტორის გარეშე, რა ვიცი, ანუ სრულიად მშრალი იქნებოდა პერსონაჟი. ზოგადად მეოთხე ნაწილშიც და რაგნაროქშიც კრატოსი ყვება საბერძნეთში, ასე ვთქვათ, რამდენიმე მომენტი აქვს, სადაც დიალოგს მართავს პერსონაჟებთან, ან მიმირს ეუბნება რაღაცას, მაგრამ ამას დატვირთვა იმიტომ აქვს და მნიშვნელობა, რომ ვიცით წინა ნაწილებში რა მოხდა. და თუ ახალ მაყურებელს არ ეცოდინება საბერძნეთში რა მოხდა და ეგრევე ჩრდილოეთის მითოლოგიაში შევალ და იქ კრატოსი რაღაცეების გახსენებებს დაიწყებს, ახალი მაყურებელი საერთოდ ვერაფერს ვერ მიხვდება ჩემი აზრით. ელემენტარული ეს სცენა რო ავიღოთ, სადაც კრატოსი ქაოსის ხმლებს ისე ვიღებს ამდენი წლის გამოუყენებლობის მერე და ეს იმ ფანებისთვის, რომლებმაც იციან საბერძნეთში რა მოხდა და რას ნიშნავს კრატოსისთვის ეს ხმლები, სულ სხვანაირი ემოცია აქვს და ახალი მაყურებლები ვერ მიხვდებიან საერთოდ და არ იქნებათ ამაზე ემოცია, ვერ გაიგებენ რატომ აქვს მნიშვნელობა ამ პერსონაჟისთვის ამ იარაღებს. იარაღებზე რო გავაგრძელოთ, ეს ქაოსის ხმლები არის ჯაჭვებით გადაბმული და ეს ჯაჭვები კრატოს ხელებზე აქვს შემოხვეული და ამით დაწყევლილი არის ასე ვთქვათ ეს ყველაფერი მოყოლილი არის წინა თამაშებში, მაგრამ ამ მეოთხე თამაში ამასაც აქვს დიდი მნიშვნელობა და დატვირთვა, იმიტომ რომ თუ დააკვირდებით, ზოგიერთ მომენტში არის რომ ამ ჯაჭვებისგან წინა მხრებზე დატოვებულ ყვალს მალავს ასე ვთქვათ შემოხვეული აქვს რაღაცეები და მეოთხე თამაშის ბოლოს იხსნის ამ ყველაფერს. ამასთან ერთად მეხუთე თამაშიც არის ერთი მომენტი, სადაც ისევ გვაჩვენებენ იმ ნაიარევებს, რომელიც ამ ჯაჭვებისგან აქვს დატოვებული, ასევე უდიდეს ჭრილობას გვაჩვენებენ, რომელიც მუცელში აქვს მიყენებული და ეს რას ნიშნავს ყველაფერი ვერ გაიგებს ახალი მაყურებელი თუ საბერძნეთში რა მოხდა ის არ მოუყევი ჯერ. ეგრევე ამით თუ დაიწყეს, რა ვიცი, რა აზრი ექნება მაშინ. საბოლოოდ რო ვთქვათ ახლა, ჩემი აზრით ცუდი გადაწყვეტილება იყო ეგრევე ჩრდილოეთის მითოლოგიიდან დაწყება. კაი, ახლა მოდი მსახიობებზე გადავიდეთ, ვინც დაამტკიცეს. პირველი ვინც გამოაცხადეს და მე რაც გავიგე იყო თორის მსახიობი და ასევე გამოაცხადეს ჰაიმდალის მსახიობი, რომლებიც მეხუთე ნაწილში არიან, მაგრამ სავარაუდოდ მეოთხე ნაწილშიც განავრცობენ ამ პერსონაჟებს. მსახიობს, რომელიც თორის როლზე შეარჩიეს, ქვია ოლავურ დარი ოლავსონი, იმედია სწორად თქვი, ზუსტად არ ვიცი. და ჰაიმდალის როლზე ვინც შეარჩიეს არის მაქს პარკერი. ოლავურ დარი ოლავსონზე რაც შემიძლია ვთქვა, ის არის რომ მეცნობა ეს მსახიობი სხვადასხვა პროექტებში მყავს ნანახი. მაგალითად, ყველაზე ცნობილი რაც არის Apple-ის სერიალში განცალკევება, თამაშობს მისტერ დრამონდის როლს მეორე სეზონში. და ამის გარდა კიდე არის ერთ ფილმში, რომელშიც ჯეისონ სტეთჰემიც თამაშობს და გიგანტურ ზვიგენზე რო არის The Meg ეგრე ქვია ფილმს და მოკლედ მე მომეწონა ძალიან ეს მსახიობი, იმიტომ რომ ვიზუალურად გავსჯერე ერთი და მე მეორე ისლანდიელი მსახიობი, ანუ ჩრდილოეთიდან არის წარმოშობით და ვიკინგები და მთელი ამბები ძალიან კაი არჩევანი არის ჩემი აზრით. ხმასაც რომ მოვუსმინოთ ახლა. აი, ესეთი ხმა აქვს სერიალში. A needlessly complex word for a simple idea. Apologize for the word. ჩემი აზრით, ხმითაც ძალიან გავს და ძალიან კარგი არჩევანი არის, კიდევ ერთხელ ვიტყვი ამას. მაქს პარკერი, რომელიც ჰაიმდალის როლზე დაამტკიცეს, მაინც და მაინც არ ვიცი რა მსახიობია, ვინ არის. არც ერთ ფილმში და სერიალში არ მაქვს ნანახი, მაგრამ ეხლა ვიზუალურად რო შევხედოთ, მე მგონი გავს. რა ვიცი, ნახოთ როგორი თამაშობს. კაი, მოდი ოდინზე და მიმირზეც გადავიდეთ. ოდინს თამაშობს მენდი პატინკინი და მიმირს თამაშობს ალასტაირ დანკანი. პირველი რაც შემიძლია ვთქვა ის არის, რომ ოდინის მსახიობი, როგორც ვიცი, თამაშობს სერიალში სახელად ჰოუმლენდი, ანუ სამშობლო და რაც გაგებული მაქვს ძალიან მოწონს ხალხს ეს სერიალი და შეფასებებიც მაღალი აქვს და რახან მთავარ როლში არის ეს მსახიობი. ჩემი აზრით ძალიან მაღალ დონეზე შეასრულებს, ვიზუალურადაც რო შევხედოთ, ახლა მე მგონი გავს და რაც შეეხება მიმირის მსახიობს,
იგივე არის, რაც თამაში. ანუ ის მსახიობი, რომელიც ახმოვანებდა, იგივე მოიყვანეს აქაც და დიდი სიახლე არაფერი არ არის, შესაბამისად არანაირი წუწუნის საშუალება არ მაქვს აქ. მოდი მთავარ ხალხზე გადავიდეთ, ეს არის კრატოსი და ატრეუსი. კრატოსით რო დავიწყოთ, თავიდან ყველას უნდოდა, რომ ის მსახიობი ყოფილიყო ამ როლზე, რომელიც თამაში ახმოვანებს, ეს იყო კრისტოფერ ჯაჯი, მაგრამ გადაწყვიტეს, რომ სხვა მსახიობი დაემტკიცებინათ და ეს არის რაიან ჰერსტ, ესე ქვია. ეს მსახიობი, ვინც არიცით, ახმოვანებს თორს თამაში. და ჩემი აზრით, ეხა ეს უფრო გავს ვიზუალურად და ეს უფრო მირჩევნია მე. მაგრამ ერთი ის არის, რომ კრატოსი ვით დაკუნთვა მოუწევს, რომ აღნაგობით დაემსგავსოს, დანარჩენი ჩემი აზრით გავს. და ეხა მსახიობური ნიჭით რო შევაფასოთ, ეხა თორის გახმოვანებით ძალიან დაამახსოვრა ხალხს თავი ჩემი აზრით და ძალიან კაი იქნება. ატრეუსზე რო გადავიდეთ, ეხა 11 წლის ბიჭი დაამტკიცეს ამ როლზე, კალუმ უინსონი. ეს მსახიობი ზუსტად არ ვიცი, არ სადამყავს ნანახი, მაგრამ რაც მოვიძიე ინტერნეტში, კარგად ასრულებს თავის როლს როგორც ჩანს. YouTube-ზე ერთი ვიდეო ნახე, რომლის ქვეშაც უკვე ფანები უწერენ ატრეუსს და ატრეუსის შესაბამის კომენტარებს, ასე ვთქვათ. მსახიობურ ნიშს რაც შეეხება, როგორც ვიცი, მოწონს ხალხს და ვნახოთ რა ვიცი. ასევე სინდრის და ბროკის მსახიობებით შეარჩიეს, აი ჯუჯები ვინც არიან, ასევე შეარჩიეს თორის მეუღლის ქალბატონის იფის მსახიობი, რომელსაც ქვია ტერეზა პალმერი. თამაში არის ულამაზესი პერსონაჟი და მსახიობიც ულამაზესი შეარჩიეს და ძალიან მომწონს ეს. მოკლედ, ჩემი აზრით, მსახიობები კარგად არიან შერჩეულები, აი როგორც მინიმუმ ვიზუალურად მაინც გვანან. ზოგიერთ მსახიობზე ძალიან ბევრ კარგს წერენ და ვნახოთ რა ვიცი, მე მგონი კაი გამ. იმედია იმ პერსონაჟის მსახიობები რახან დაამტკიცეს, ვინც რაგნაროქში ჩნდებიან და არა მეოთხე ნაწილში, კარგად შემოიყვანენ ისტორიაში. რა თქმა უნდა, გეიმპლეის გამო მეოთხე ნაწილში ყველა პერსონაჟი ვერ შემოიყვანეს, მაგრამ რახან ეხა სერიალი არის ეს, იმასაც გვაჩვენებენ სავარაუდოდ მეოთხე ნაწილში რას აკეთებდნენ ის პერსონაჟები, რომელიც მეხუთე ნაწილში ჩნდებიან პირველად. და რახან საბერძნეთის მითოლოგიით არიწყებენ, მაინტერესებს როგორ წარმოაჩენენ იმ მომენტებს, სადაც კრატოსი იხსენებს საბერძნეთს, ასე ვთქვათ, ან რა გარკვეული მოგონებები აქვს, ან რაღაცა მსგავსი. ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო იქნება, მაგრამ როგორ გამოუვათეს არ ვიცი. რახან ესე მოგონებების სახით იქნება მარტო. თქვენ რას ფიქრობთ, მაინტერესებს კომენტარებში რომ დამიწეროთ, როგორ შემოიტანეს საბერძნეთის მითოლოგიას ამ შუიდან დაწყებულ ისტორიაში, ისე რომ კარგად მიხვდეს მაყურებელი ყველა. შეიძლება ეხა იმიტომ იწყებენ ამ ჩრდილოეთის მითოლოგიით და არა საბერძნეთის, იმიტომ რომ გადაწყვიტეს, რომ თამაშები, რომელიც ადრე გამოვიდა, იმის რიმეიკი გადაიღონ და ამისთვის ორიგინალი გამხმოვანებელი მსახიობიც დააბრუნეს. რახან განახლებული გრაფიკები ექნება და ულტრა თანამედროვე ყველაფერი, არ უნდათ რომ ერთი და იგივე ისტორია მოყვენ ორივე გზით, ეს არის თამაში და სერიალი. სერიალის გამოსვლის თარიღი ცნობილი არ არის ჯერჯერობით, მაგრამ რახან ვიცით რომ გადაღებები მარტში იწყება. ჩემი აზრით 2027 წლის ბოლოს გამოვა სერიალი, იმიტომ რომ როგორც წესი 2 წელი ჭირდება ხოლმე სერიალის ერთი სეზონის გადაღებას და თან ეს ისეთი დატვირთული სერიალი არის მითოლოგიური არსებებით, ლოკაციები, ბრძოლებიც ისეთი მითოლოგიური და ღმერთების ბრძოლები არ არის ეხა ისეთი მარტივი და იაფად გადასაღები, ასე ვთქვათ. და ჩემი აზრით 2027 წლის მიწურულს ყველაზე სავარაუდო თარიღი არის, შეიძლება 28 წლის პირველ თვეებშიც გამოვიდეს სერიალი, არ ვიცი ზუსტად. კაი, მორჩეთ აქ, მე მგონი საკმარისია, თან მეტი ისეთი ინფორმაცია არაფერი არ არის გავრცელებული სერიალზე და როგორც თავიდან თქვი კიდე ბალდურის მსახიობი არ დაუმტკიცებიათ, ჯერ ზუსტად არ ვიცით ვინ ითამაშა. მაგრამ ჯერჯერობით მეტი არაფერი არ არის გავრცელებული. თქვენ არ დაგავიწყეთ რომ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო და აუცილებლად დამიწერეთ კომენტარები, რას ფიქრობთ სერიალს. ნახვამდის.